სალამი ყველას. ესე იგი, რა არის საჭირო, რომ ამერიკის საკონსულოში თბილისში ჩავეწეროთ ვიზიტზე, ვთქვათ, ტურისტული სასტუმრო ან სამკურნალოდ ან ბიზნეს ვიზა გვინდა, ასე შემდეგ რა. პირველ რიგში ანკეტას ხომ ავსებ. შემდგომ ამ პორტალზე უნდა დავრეგისტრირდეთ, აი ამ სახელწოდებით. აი ამას საკრიფავთ, შეხვალთ ამ გვერდზე. ამ გვერდზე იქნება ესეთი რაღაცა. ვაწვევით ამას. უნდა შევიყვანოთ ჩვენი მონაცემი, ვთქვათ, ქვიათ. ვთქვათ, ირაკლი კაპანაძე. შევიყვანოთ აქ. ზერნეიმი. შევიყვანოთ. ვთქვათ, გვაქვს ჩვენი ელექტრონული პოსტა, აქ უნდა ჩაწეროთ პაროლი. აქ უნდა ჩაწეროთ თქვენი პაროლი, რაღაც იდიოტური პაროლი არ ჩაწეროთ, აი ეს username-იც უნდა იცოდეთ ზეპირად, შეინახოთ. ფურცელზე ამოწერეთ და შეინახეთ, რა მომავალში ეს საჭირო ინფორმაცია არის. აქ შეიყვანეთ მაგალითად, აი ესეთი პაროლი, ციფრები ჯობია 2025-2025 პირობით. შევიყვანეთ ეს პაროლი. ვთქვათ, შევიყვანეთ ეს ინფორმაცია, აქ თქვენი username-ი, ეს უნდა ამოიწეროთ, დაბალი ასოებით აუცილებლად, პაროლი, ციფრები ჯობია, ვთქვათ 2025-2025, თქვენი ელექტრონული პოსტა უნდა შეიყვანოთ, რომელსაც იყენებთ, მე უნდა დააჭიროთ ამას. და შეხვიდეთ თქვენს ელექტრონულ პოსტაზე და ელექტრონულ პოსტაზე მოვა კოდი. ასეთი წერილი მოვა რა, ამ წერილში იქნება ეს კოდი. უნდა დააკოპიროთ კოდი. და ჩასვათ იქ. ჩასვათ აი აქ რა. დააჭიროთ ამას. ნახეთ ახლა რა ხდება, username, paroli, თქვათ 2025-2025. თქვენი იმეილი, აქ ჩასვათ, თქვენი სახელი როგორც პასპორტში წერია ინგლისურად, გვარი როგორც პასპორტში წერია ინგლისურად, მე პირველ რაღაცა კითხვას ირჩევ და ჯობია აქ დაწეროთ ციფრებად, პასუხი 1 2 3 4 5. აი ესეც უნდა დაიმახსოვროთ ეს კითხვები. აქაც იგივე აირჩევთ ამ კითხვას 1 2 3 4 5. ციფრებად გაეცათ, არ გინდათ თქვენი რაღაც ვარიანტი, ვიდრე დაგავიწყდებათ. და აქაც ესეთი დავაწყებით ამას და შეიქმნება ანგარიში. დაველოდოთ. რაღაც ეგეთი ის დაიწერა რა. და ამატეთო ესეთი სიმბოლო რა, 2025-2025 და დიეზი 2025-2025 დიეზი და დავაწყეთ ეკონას. პარაკ. პაროლი არ მოეწონა. ჯობია ესეთი პაროლი იმას თავს. DDP პაროლი 2025. ეს საბაჭკა რა. ეს იმეილის სიმბოლო რა. ესეთი პაროლი ჩავსვათ აქ რა. ჩავსვით ეგ ის წინა პაროლი არ მოეწონა. ასე კეთდა. ახლა ესენი არ მოეწონა. ერთნაირი პასუხები არ უნდა იყოს. მაშინ აქ დავწეროთ 1 2 3 4 5. აქ დავწეროთ 1 2 3 4 5 6. დავწეროთ 1 2 3 4 5 6 7. დავაჭიროთ ამათ უკან. კი ბატონო, აკეთ. ანუ რა გამოვიდა, ესე იგი და ეს დარეგისტრირდა, პაროლი გვაქვს თქვათ. აი ასეთნაირად username-ი შექმნით. დაბალი ასოებით.
პაროლი LIDP პაროლი 2025-ზე და პირველ კითხვაზე პასუხი 1 2 3 4 5, მეორე კითხვაზე პასუხი 1 2 3 4 5 6 და მესამე კითხვაზე 1 2 3 4 5 6 7 რა. ანუ ერთნაირი არ გაატარა ეს. ეხლა ჩვენ უნდა შევიდეთ სისტემაში. ეხლა ნახეთ, აქ ავკრიფე ეს username, აქ პაროლი 2005 email-ის ნიშანი და ეს განვაახლოთ L4 და შევდივართ ამ სისტემაში. რა ხდება? ხო, ეგ ნახეთ ახლა რა ხდება. ეს არის მეორე კითხვა. ეხლა პირველი აწერია, იყოს 3 არის, აი კითხვებზე პასუხებია ჩასაწერი. აქ 1 2 3 4 1 2 3 4 5 6 7. აი ესენიც უნდა დავიმახსოვროთ რა. აი ასე. აი ასე. დავაჭირეთ continue. ახდება შემდეგი. ეს რაღაცა გამოდის. აქ ვიტანოს მე ეს. ხო, ის გამოვა. აქ ჩაწერეთ აი აქ ის ელექტრონული პოსტა, რასაც თქვენ იყენებთ. აქ ინგლისური, აქ აუცილებლად საქართველოს და აქ თქვენი სახელი როგორც პასპორტშია, გვარი როგორც პასპორტში დავაწვევით ამას. ეს არ უნდა შეგვეშალოს. გამოვა ასეთი რაღაცა. შემდგომ ვაწვევით აქ სტარტი. აპლიკაცია. აქ ესე იგი, თქვათ ირაკლი კაპანაძე შედის საკონსულოში. შემდგომ რა ხდება? სად დაიბადა ეს ირაკლი კაპანაძე? სად დაიბადა საქართველოში? მირჩევთ აქ. აქ მისი ტელეფონის ნომერი მობილური. ახლა აქ რა ხდება, ნახეთ. აქ სააკაჩვენებს სად შედის ადამიანი საქართველოში. ამერიკის საკონსულოში საქართველოში აქ არის მისი სახელი ინგლისურად, როგორც პასპორტშია, საზღვარგარეთის გვარი, სად დაიბადა საქართველოს, მისი ტელეფონის ნომერი საქართველოში, ტელეფონი შეიძლება ერთნაირი მივხვდეთ. აქ მისამართი ქუჩა თქვათ ცხოვრობს. გრიბოედოვის 15. ქუჩა და შეიძლება ბინა დაამატოთ აქ ქალაქი, სადაც ცხოვრობს თბილისი. ფიზიკურად სადაც ჩაწერილი არა, სადაც ფიზიკურად. აქ ირჩევ, ჩაწერს საქართველოს ჯორჯია, საფოსტო ინდექსი 0101 შეიძლება. აქ იწერება ძალიან მნიშვნელოვანია პასპორტის ნომერი და თუ ითქვის რომ გატარებულია ეგეთი პასპორტი, ის შეგიძლიათ დაამატოთ n. აი n შეიძლება თუ ითქვის რომ ეგეთი პასპორტი არსებობს რაღაც. ვარა ესე უნდა ჩაწეროთ 21 აი ეს პასპორტის ნომერი არის საზღვარგარეთის პასპორტის მარჯვნივ ზემოთ წერია ეს. შემდგომ როდისაა გაცემული, ოღონდ ჯერ თვე იწერება აქ. მაგალითად მარტი 15 მარტს 2020 ეს არ შეგეშალო. ვინ გასცა ესე იწერება პასპორტის მოქმედების ვადა თქვა 15 მარტი 2034 ჯერ თვე, მერე რიცხვი, მერე წელი იწერება. როდის დაიბადა 15 დეკემბერს ჯერ თვე იწერება, მერე რიცხვი როდის დაიბადა და წელი. და ეს იწერება ისა მოქალაქეობა, რა მოქალაქეობა საქართველოს რა. და აწვევი და ეს პასპორტი რეგისტრირდება რა. ველოდები რა. ბატონო გატარდა. შემდგომ რა ხდება? ვირჩევთ არა საიმიგრაციო ვიზა არის, ტურისტული სასტუმრო ბიზნეს ვიზა, შემდგომ ბიზნესი და ტურიზმით მიდიხარ. ეს არის B1, B2. ну ტურიზმი, ბიზნესით, ახლობლის მონახულება, ტურიზმი, კონფერენცია, სამკურნალო. ეს სტუდენტურია F1, M ვიზა. ეს მეზღვაურის სხვა ტიპის ვიზები, დიპლომატიური ვიზები, ეს თუ საქართველოს მოქალაქეობა რა გაქვს ამას უკითხავ. ტურისტულ ვიზაზე და საქართველოს მოქალაქე ხარ და აქ ან ასევე საქართველოში ბინადრობა ამას უკითხავ. შემდგომ რა ხდება?
ესე იგი რა ხდება პრიორიტეტი ვიზის. აი ეს რა არის refused და regular. Refused ნიშნავს თუ შენ ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქონდა ამერიკულ ვიზაზე უარი, მაშინ ამას ირჩევ. თუ შენ არ ქონია ამერიკულ ვიზაზე ბოლო 6 თვე უარი, მაშინ ირჩევ აი ამას regular. შემდგომ ირჩევ აი ამას B1, B2. ვთქვათ, ახლა არ ქონდა უარი და ირჩევ regular-ს. აქ აირჩევ B1, B2, ნუ ეს გაერთიანებულია. ჯობია. შემდგომ ავაჭერთ იმას next-ი. ეს პროცესი. ახლა ნახეთ რა ხდება. თქვენ გაქვთ შევსებული ანკეტა. რა არის ეს ანკეტა? DS 160 confirmation გვერდი გაქვთ. ეს DS აი ასეთი რაღაცა გაქვთ შევსებული თქვენ ანკეტას შეავსებთ. აი აქ ძირს აქვთ ეს application ID. ხედავთ? პროცესი რა გამოჩნდება. ბათიანი, აი უნდა მიიტანოთ საკონსულტო. პიროთ. აი ხედავთ აქ როწენა confirmation ნომერი AA00, აი ესეთ რაღაცას როცა ანკეტას შეავსებთ თქვენ. ესეთ კოდს მოგცემთ. ეს კოდი აკოპირებთ ამას. ეს უნდა ჩავაგდოთ აქ. გავაჭიროთ next-ი. ნახეთ. უნდა ხმას. რაღაც არ მოეწონა. ჩდება ახლა შემდეგი კითხვა რა. კითხვა არის მარტივი. ხარ თუ არა საქართველოს მოქალაქე? თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, შეიძლება იყოს თქვა პირობით რუსეთის მოქალაქე, მაგრამ კონდეს ბინადრობა საქართველოში აუცილებლად. ბინადრობის მოწმობა მაშინ ის უპასუხებს არას და თუ აქ ასევე საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტით შედის, მაშინ უნდა დააჭიროს კი. ნახეთ ახლა რა კითხვა არის აქ რა. არის ხალხი რომ ვინაც აიღო წინა წლებში B1, B2 იგივე თქვა ტიპის ვიზა 10 წლიანი, ოღონ არ იყო ადმინისტრაციული შემოწმება არ ქონდა, იყო 10 წლიანი, როცა იღებდა იყო 18 წლის ზემოთ ასაკის და ამ ვიზას ეხლახანს გავიდა ვადა, ან გავიდა ვადა და ჯერ ვადის გასვლიდან არ გასულა 12 თვე. მაშინ პასუხობს კი ის. თუ იმას ქონდა ამერიკული ვიზა B1, B2, იყო 10 წლიანი, აღებით 18 წლის ზემოთ იყო. არ ქონდა ადმინისტრაციული შემოწმება, მაშინ ის პასუხობს კი. და რისთვის არის ეს? ანუ ის მიდის ვაკეში თაქთაქიშვილის 11-ში, VFS Global-ში და აბარებს ამ პასპორტს და პასპორტს აგზავნიან საკონსულოში და ის ინტერვიუს აღარ გადის. ანუ იმას არ იბარებენ და იქ თუ კონსული გადაწყვიტავს რომ ვიზა მისცეს, ჩაუკრავს პირდაპირ ვიზას და გამოვა ისევე ეს დავიზო ცენტრში ვაკეში თაქთაქიშვილის 11. 10-დან 2-მდე არის პასპორტის ჩაბარება აღება. თუ იმას ქონდა თქვათ უარი ან პირველად შედის და ასე შემდეგ, ან ვიზა არ ქონია, ან ვიზა 1 წლიანი იყო, ან სხვა კატეგორია ვიზა იყო, ან გავიდა ვადა და ვადის გასვლიდან გავიდა კიდე 1 წელზე მეტი, მაშინ ის პასუხობს არას. ანუ ძირითადად სიმართლე გითხრათ, არა უპასუხოთ უკეთესია. უკეთესია რომ ინტერვიუ გაიაროთ კონსულთან პირდაპირ და ჩაწეროთ არა. აი ახლა შემდეგი რა გამოვა. აი ეს მონაკვეთია ძალიან მნიშვნელოვანი. რისთვის არის ეს იცით? აი თქვა და ადამიანი შედის არა მარტო შედის თქვათ მეუღლესთან ერთად ან შვილთან ერთად. აი აქ შეყავს
შვილის ან მეუღლეს ან მეგობრის, აი თუ ერთად თუნდაც მისვლა, აი ერთ საქმეზე მიდიან, აი პირობითად. თქვათ ცოლ-ქმარი მიდიან ერთად ტურისტად. ეხლა მე ხომ მონაცემები თქვი პირობითად თვრის შევიყვანე აქ ცოლის მონაცემებია შესაყვანი, აი ამას აჭერს, მე ახალ იმას აკეთებს. ცოლის რა არის საჭირო? ცოლის სახელი, ცოლის გვარი, პირობითად, ну შეიძლება შვილი იყოს. მისი ელექტრონული პოსტა მოქმედი, აქ ირჩევს ინგლისურს და თქვათ სახელი აქვს როგორც პასპორტში აქვს თქვათ, ну თუ ცოლთან ერთად ან მეგობართან ერთად იმის მონაცემები, ელექტრონული პოსტა წერ რომელიც მოქმედებს და მიყვები აი ამ შემდეგს მის მონაცემებს ავსებ იქ პასპორტის ნომერი, ტელეფონი, მისამართი და ასე შემდეგ. თუ მარტო შედიხარ აი ეს ამ მონაკვეთს არ ავსებ რა. გამოტოვებ რა. თუ ვიღაცებთან ერთად შეიძლება 3 კაცი შედიხარ, ცოლი, ქმარი და შვილი პირობითად, მაშინ ორი ემატება აი აქ რა. აი აქ ერთს დაამატებ, მერე მეორეს და ეს ხალხი იქნებიან, მერე როცა დაამატებ, გამოჩნდებიან იმაში, რა ქვია, აი ამ სიაში აი გამოჩნდებიან ეს. აქ ახლა დააწვევი, თუ მარტო შედიხარ, აქ ცარიელი უნდა იყოს. დააწვევი შემდეგს. დააწვევი შემდეგს. ეგ ახლა აქ გირჩევთ, რომ აი ეს კაფე აირჩიოთ რა, ანუ ეს რისთვის არის, რომ საიდან გინდათ, თქვათ პასპორტი, აი თქვათ თუ ვიზას გაძრენ, პასპორტს იტოვებენ, ვიზას აკრავენ შიგნით და ეს ვიზიანი პასპორტი საკონსულოდან კი არ აიღებთ, ესენი გზავნიან აი აქ თბილისი, ინტერავია VFS გლობალი, ანუ ეს არის ვაკეში, თბილისში, სადაც ზიურის მოპირდაპირ მხარეს ოთარ თაქთაქიშვილის 11 სართული 10-დან 2-მდე არის პასპორტის აღება. თუ გეტყვიან, რომ ვიზას გაძლევთ, პასპორტს დაიტოვებენ, შიგნით ვიზას ჩააკრავს საკონსულო, გამოგზავნეს ერთ კვირაში აქ მიაკითხეთ. აი ეს აირჩიოთ და პირდაპირვე თბილისშივე გამოვართვათ ეს პასპორტი უფასოთა, სხვა ვარიანტი ფასიანები. აი ეს ავირჩიეთ, მე შემდეგს ვაწვევი. ეხლა ნახეთ, აქ არის მოსაკრებელი. 518 ლარი, რასაც ერთი ადამიანის არის მოსაკრებელი. აი იქ რო შეგეყვანათ ოჯახის წევრები, ვთქვათ, შედიხართ ცოლთან ერთად და შვილთან ერთად, 3 ხო იქნებოდით, ეს 3 მაგი იქნება აქთან ახლა მიხდით. ეხლა აქ წერია, რომ ერთი შედის. ამიტომ აქ ირჩევთ აი ამ ვარიანტს, credit debit card, მე აი ამას ირჩევთ, დააწვევით ამას. გადადიხართ რაღაც გვერდზე, შეყავთ თქვენი ბარათის მონაცემები, იხდით. რომ გადაიხდით ამ სისტემაში თავიდან შეხვალთ, იქ არის continue. ნახეთ როგორი რაღაცა არის. აი აქ არის continue, აი ამას აწვევით, აგზავთ, ამას არ დააჭიროთ, ამას დააწვევით და უკვე იქ მერე გაგიხსნით თარიღებს, თარიღები იქნება კალენდარი, როდის არის ინტერვიუები. და შემდგომ ამას ირჩევთ, იხდით გადახდილად იქნება. მიიტანთ იქ ესე იგი ეს 160-ის confirmation სურათიანი, კოდიანი ვერთ იმას ფურცელს და იქ აქ რო გადახვალთ შემდეგზე იქ ირჩევთ კალენდარზე, როდის გინდათ შეხვიდეთ, დააკვირდით, რომ ჯერ თვეს გიჩვენებს, მერე რიცხვი, მერე წელი. აირჩევთ მერე საათს, დილის საათებში ხოლმე და მაგ დროს უნდა მიხვიდეთ. აი თქვათ რაღაცა მოხდა ისე, რომ იმ პერიოდში ვერ ახერხებთ მისვლას. გადაჯავშნა შეიძლება აი გამოჩნდება ესეთი წარწერა რეშედულე. დაიწერება ინგლისურად და სხვა თარიღს აირჩევთ. თუ არა იმ თარიღზე უნდა მიხვიდეთ, გაიაროთ ინტერვიუ და ეს არის სულ და რაც მნიშვნელოვანია, რომ ეს username, paroli, ელექტრონული პოსტა აი ესენი, აი ეს არის ელექტრონული პოსტა, username, თქვათ paroli, ეს კითხვა ხო არის, კითხვაზე ეს პასუხი, თქვათ, რასაც ჩაწერთ, ეს მეორე კითხვაზე პასუხი, მესამე კითხვაზე პასუხი, ეს თქვათ, ეს confirmation
ამ confirmation-ზე DS160-ის საკვანძო კითხვაზე პასუხიც ყველაფერი უნდა ჩაიწეროთ, დაიმახსოვროთ, შეინახოთ. სასურველი email-ზეც გაუგზავნოთ თქვენ თავს და ეს უფრო შეინახება რა. ესე ხდება, ვთქვათ, შესვლა პროფილში და აქედან ხდება ვიზიტის დაჯავშნა საკონსულოში. წარმატებას გისურვებთ.